ვახტანგისეული ვეფხისტყაოსნის აქამდე უცნობი ხელნაწერი დღეიდან ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება. კორძაძის საადვოკატო ბიურომ უნიკალური ნამუშევარი კერძო პირისგან შეიძინა და საცავს უსახსოვრა. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი მე-19 საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება. სტრიქონებს შორის კი წითლად ვახტანგ მე-6-ის განმარტებებია დართული. ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ კერძო საკუთრებაში ყოფილა ვეფხისტყაოსნის კიდევ ერთი ხელნაწერი, აბსოლუტურად უცნობი სამეცნიერო საზოგადოებისთვის. ეს არის მე-19 საუკუნის პირველი ნახევრით დათარიღებული ნუსხა და ვახტანგისეული რედაქციისა. ხშირად არის ხოლმე ასეთ შემთხვევები, ჩნდება უცნობი ხელნაწერები, საარქივო მასალა, ისტორიული დოკუმენტები. ასეთ შემთხვევებში ჩვენ მივმართავთ ხოლმე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მოგებად საზოგადოების წევრებს, სხვადასხვა მხარდამჭერებს, კერძო პირებს, ორგანიზაციებს და ხშირად ისინი სპეციალურად ჩვენთვის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისათვის იძენენ ამ მასალას. ჩვენთვის ცნობილი გახდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობის მიერ მოძიებული იქნა კერძო კოლექციაში ვეფხისტყაოსნის ხელნაწერი მე-19 საუკუნის პირველი ნახევრით დათარიღებული. ჩვენ დავეხმარებთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ამ ხელნაწერის შეძენაში და დაბინანებაში. მიგოჩნია, რომ ეს არის ყველაზე კარგი ადგილი, სადაც შეიძლება ეს ხელნაწერი ინახებოდეს.